გამშვიდობისა თქვენ გვალმაგიდა სუხურებთ ნინო მაჭარაშვილთან, სალომე უგულავასთან და ირაკლი კიკნაველიძესთან ერთად. ივანიშვილის იურისტებს თავისი ნაკოწიწები კვაზისამართლებრივი ხუხულა თავზე დაინგრათ. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დაწერილი იურიდიული დოკუმენტი ივანიშვილის მზის ქვეშ ირაკლი კობახიძის საქმიანობის სრული ფიასკოს იდეალური მაჩვენებელია. უფრო სწორად ამ ფიასკოს გვირგვინით, თორემ ჩამონათვალი საკმარისად გრძელი და ყოვლისმომცველია. იქნება ეს უნივერსიტეტების გრევა, ღარიბი ან საშუალო კლასისთვის მანქანის ფლობის უფლების წართმევა თუ პლასმასის ბოთლების აღზრდა. ეთყობა, ამ აგზალებმა უნდა შეუწყოს ხელი ფასების შემცირების ეროვნულ კამპანიას. ფასების შემცირების ხვეწნის კამპანიაც რომ გადაკეთდა ვითომ პარლამენტში. ახლა ირაკლი კობახიძე იქამდე მისული ქვეყანაში იუსტიციის სახლების გახსნის ტემპით იწონებს თავს. რახანია შევეჩვეთ, რომ უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს მიმართვებს წუხილებს ივანიშვილის რეჟიმი სასაცილოდ იგდებს, ან აინუშიც არ აგდებს. ახლა ცოტა სხვანაირადაა საქმე. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია არა. რეზოლუციას რეზოლუციით შეძება უპასუხო, ისიც პოლიტიკური განაცხადია და აქედანაც პოლიტიკური განაცხადი. 1000-ნაირი სისულელე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? კვლავ განაცხადი შეგიძლია დაუპირისპირო. გამოვა შავლო პაპუაშვილი და იტყვის რაღაც მორი გაჯმობას, რა დაუშვს. აი ეუთოს დოკუმენტზე რამდენიც უნდა იძახონ, არ გვაინტერესებს და კიდევ ვერ დაიკიდებენ. ამ დოკუმენტს შეუძლია სრულად გამოხრას რეჟიმი. ამ მექანიზმით თავის დროზე პინოჩეტი დაიჭირეს ესპანეთის სასამართლოს მოთხოვნით ბრიტანეთში, ჩილეში ჩადენილი შესაძლო დანაშაულებათა გამო. ამ მექანიზმის სამუშაობა ნიშნავს საბოლოო დასასრულს გარეგანი ნორმალურობის და სიმშვიდის შენარჩუნების გზაზე. ეს მექანიზმი ბრიტანულ სანქციებთან ერთად ქართველი ხალხის დიდი დახმარებაა ავტორიტარული რეჟიმის მოშორების, საშულიშვილო და სამამულო საქმეში. წარმოგიდგენ ჩვენ სტუმარს ეკაკობია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი. ეკა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე. რასაკვირველია, ეს დღეები სატელევიზიო ეთერები ამას დაეთმოდა, თითქოს ბევრი მიმართულებით აიხსნა, მაგრამ ცალკე არის ხაზგასასმელი რაღაც გარდაუვალი შედეგი და მათ შორის განსხვავება, რაზეც ირაკლი საუბრობდა ამ რეზოლუციებისგან თუ ანგარიშებისგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ქმნის მთლიანობაში რასაკვირველია რეჟიმის შესახებ წარმოდგენებს საერთაშორისო საზოგადოებაში, თუმცა ეს მექანიზმი არის ძალიან უნიკალური და ვისაუბროთ ამ უნიკალურობაზე და იმაზე, რატომ არა აქვს მას ჩალის ფასი, როგორც რეჟიმში ამბობენ ხოლმე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. პრაქტიკულად ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დეტალურად და მიუკერძოებლად, ობიექტურად და კომპეტენტურად აღნუსხავს საქართველოში 2024 წლის არჩევნების შემდგომ მართლმსაჯულების და ზოგადად კანონიერების გაუარესებას, ანუ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას. ის ასევე აღნიშნავს, რომ თვითონ რეპორტინგის პერიოდში რაც 2 კვირას მოიცავდა დაახლოებით 14 დღეს დღის განმავლობაში მუშაობდნენ რაპორტერები მიმდინარე რეჟიმში ხორციელდებოდა დემოკრატიის უკუსვლა სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებით თუ მართლმსაჯულების სისტემის გადაწყვეტილებებით. ეს არის დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს საქართველოში არსებული ურთულესი პოლიტიკური კრიზისი და სერიოზულად გაუარესებული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც უტოლდება პრაქტიკულად ძალაუფლების უსამართლო მონოპოლიზებას და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ქართულ საზოგადოების სრულ ჩაგვრას, უფლებების შეზღუდვას და პრაქტიკულად წართმევას. ეს დოკუმენტი ამ ფორმით შედგენილი და როგორც შესავალში იქნა თქვენთან ნახსენები ისტორიულად საკმაოდ გავლენიანი დოკუმენტია ხოლმე, რომ ხდება წინაპირობა უკვე სამართლებრივი, საგამოძიებო და საპროცესო ეტაპისა სხვადასხვა კონფლიქტურ თუ კრიზისულ სიტუაციებთან მიმართებით. აი ეს დოკუმენტი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკითხმა გაარღვიოს ის ძალიან სქელი და ბევრსაკითხიანი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას მსოფლიოში წამყვანი ლიდერების და ქვეყნების წინაშე და შესძინოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქ არსებულ
განვითარებას, იმიტომ რომ მართლაც დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მასშტაბური ომი, ვენესუელაში მოვლენები, უკრაინის ეს მწვავე კონფლიქტი და ზოგადად მსოფლიო წესრიგის ცვლილებები ძალიან აკავებს დღის წესრიგს და ეს გარკვეულწილად ხელს აძლევს აქ არსებულ ქართულ ოცნებას და იმ რეჟიმს, რომელიც მათ შექმნეს, რომ დაუსჯელობის სინდრომის საფარველ ქვეშ გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც წარმოუდგენელია საქართველოსთვის, არ ეკადრება განვითარების ამ ეტაპზე მყოფ ქვეყანას, არ დაგვაუწყდეს, რომ 2023 წელს მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და თვითონ ქართული ოცნების თქმითმე ყველაზე მეტად ეკუთვნოდათ, ვიდრე ტრიოს სხვა ქვეყნებს და ამ რიტორიკული განცხადებების ფონზე ყოველდღიურად, ყოველსაათობრივად აუარესებენ საქართველოს ევროპულ პოლიტიკას და მომავალს. პერიოდში ხომ შეიძლება ითქვას? დიახ, ნამდვილად რეკორდული და ემპირიულად უპრეცედენტო, იმიტომ რომ ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ არც ერთ ქვეყანას არ განუცდია დემოკრატიის უკუსვლა, როგორც წესი, ევროკავშირში წევრობის სტიმული და პრივილეგია ძალიან დიდი ჯილდო არის ქვეყნებისთვის და მათი არა მხოლოდ მმართველი ელიტებისთვის, პირიქით უშუალოდ ინდივიდუალური მოქალაქეებისთვის, რომ ასეთ პროცესში ქვეყნები პირიქით განიცდიან სწრაფ დემოკრატიულ განვითარებას და კარგი მმართველობის ეტაპზე გადასვლას და საქართველოში ეს მოხდა პირიქით ერთი კონკრეტული მიზეზით მმართველობის შენარჩუნების და რეჟიმის გადარჩენის მოტივით, რომლის შემდგომ შეფუთვა მოინდომეს დეზინფორმაციის, მისინფორმაციისა და პროპაგანდის და ასევე პოპულიზმის ძალიან ასე ვთქვათ სქელი პროცესით, რომელიც მოგვახვიეს თავს და სრულად ავტორიტარული თამაშის წესებით ებრძვიან ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს ან კრიტიკულ მოსაზრებებს მათ ჩავარდნებთან დაკავშირებით და ზუსტად ასეთივე პოპულისტურ და დეზინფორმაციულ ვალში უნდათ რომ გახვიონ ეს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა. აი ამ მცდელობებმა ერთგვარად ჩიხში შეიყვანა ხომ საბოლოო ჯამში ივანიშვილი და ეს რეჟიმიც აი რამდენად მდგრადია მათ მიერ დამყარებული ეს წესრიგი, რომელიც სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას ხომ და საქართველოს მსგავს ქვეყნებში რეჟიმის სტაბილურობა მნიშვნელოვანი წინაწილად დამოკიდებულია საგარეო ლეგიტიმაციაზე და ქართულ ოცნებას 2024 წლის ბოლოდან არანაირი საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს, პირიქით არის იზოლირებული და აქვს ლეგიტიმაციის როგორც შიდა, ასევე გარე სერიოზული დანაკლისი და მწვავე კრიზისი. თან გადაულახავე, მნიშვნელოვანი რამე ვახსენეთ, ხო უკუსვლასთან დაკავშირებით დღეს ესეც აღმოხდა კობახიძეს, რომ სხვა ქვეყანა ვერ უფრო არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს უთოს ფარგლებშიო. ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე მარტო ჩვენ შეგვაქვს. ასეთი უკუსვა ვინმემ განიცადა? იმ კონტექსტიც არ არის აბა რომ შენ ამბიცია გაქვს, რომ ევროკავშირის წევრი გახდე და კანდიდატის სახელმწიფო ხარ და რა სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო. ასეთი უკუსვა ვინმემ განიცადა ასეთ რეკორდულ ვადაში. რა თქმა უნდა, ეუთოსში არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ნამდვილი დემოკრატიები ან დემოკრატიზაციის აქტიურ ფაზაში მყოფი ქვეყნები, მაგრამ იქ ამ ეტაპისთვის არის ერთგვარი ავტოკრატიული სტაბილურობა და საქართველოში პირიქით არის სწრაფი უკუსვლა და ეს უკუსვლა მიიღწევა ისეთი დარღვევების და სამართლებრივი დარღვევების და სისასტიკის ჩაგვრის როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც ხშირად უახლოვდებოდა წამებას, აი ასეთი მეთოდების მეშვეობით, რაც უყურადღებოდ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ვერ და არ უნდა დარჩეს, ხო? ანუ პრაქტიკულად რა გამოდის რეჟიმს უნდა რომ გვიმწყდიოს მარტო და მაქსიმალურად ზიანი მოგვაყენოს და ხმის ამომღები არავინ არ იყოს, ანუ აქ არ არსებობდეს გარე თვალი და ყური, რომელიც იტყვის რომ და დაუცველს ის ვინც ჩაგვრის სუბიექტია მიეცემა დაცვის რაღაცა წყარო შესაძლებლობა. მსხვერპლი არიან თითქოს დაიჯერეს რომ ხო, ეს როგორი რუსული მეთოდია, ხო? რუსეთიც ამას ცდილობდა საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, რომ
რომ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე არ ყოფილიყო მაღალი ჩართულობა სხვა ქვეყნებისა თუ ინსტიტუციებისა, იმისთვის რომ აქ მტყუან მართლის სუვერენული დემოკრატია საინფორმაციო პოლიტიკის მეშვეობით ყოფილიყო შესაძლებელი და ეს დღეს შეუძლებელი არის ერთი რომ ციფრულ ეპოქაში ვართ და ალტერნატიული საშუალებები არსებობს, მეორე რომ საქართველოში არსებობს ძალიან ცოცხალი აქტიური თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისთვის რომ მივახციოთ უკეთეს და სამართლებრივ ქვეყანას. ეტაპებია მანდაც, ანუ ერთის მხრივ რაღაც იქნება რეზოლუცია, მოწოდებები, რეკომენდაციები თუ ასე შემდეგ და შენ როცა პირიქით ამძიმებ ვითარებას, როცა ქვეყნის შიგნით სამართალს დირსა და ვერაფერში ვერ იპოვი, მერე უკვე მოდის ეს რიგი, ხო რომ მექანიზმი არის ზუსტად ის სტადია, როდესაც ანუ ეუთოს ადამიანის უფლებათა განზომილება ორი მექანიზმისგან შედგება: ვენის მექანიზმი და მოსკოვის მექანიზმი. ვენის მექანიზმი არის იმისთვის, რომ წევრ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორად განიხილავ, პოლიტიკური პროცესები ყველგან თვალებადია და შესაძლოა წევრ ქვეყანაშიც დადგეს ადამიანის უფლებების დღის წესრიგის გამოწვევები. და მეგობრულად, პარტნიორულად დიალოგს მართავ, რომ ეს ამ პრობლემებზე დახმარება გაუწიო და მოგვარების პირობა მიიღო. მოსკოვის მექანიზმი საჭირო გახდა იმისთვის, რომ იყო შემთხვევები, кейსები, როდესაც დიალოგის რეჟიმში იმ ფორმალურ მხარესთან, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა, შეუძლებელი იყო საუბარი, ანუ თვითონ იყვნენ ჩამდენი ისეთი მასშტაბური ადამიანის უფლებების დარღვევების, რომ მათთან დიალოგს შედეგი ვერ ექნებოდა ადამიანებისთვის. ამიტომ შექმნეს ახალი მექანიზმი, მოსკოვის მექანიზმი, რომელიც არის უკვე სახელმწიფოზე პასუხისმგებელი მთავრობა შესწავლის ობიექტი და რეკომენდაციები არის შესასრულებლად ძლიერი პოლიტიკური ნების მქონე. ხა სავალდებულო არის თუ არ არის, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ეს არის ძალიან წონიანი დოკუმენტი. სავალდებულო არის იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდე რაციონალური მართველი გაიაზრებს რაღაც ეტაპების მერე რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. ხო, სადამდე შეიძლება მივიდეს ვითარება თუ ადამიანი ვერცად სამართალს ვერ იპოვის, სამოქალაქო უფლებები ჩამოართვინთლიანად არის და პრაქტიკაშიც ესე ყოფილა. იუგოსლავიის შემთხვევაშიც, თურქმენეთის შემთხვევაშიც და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტშიც მოსკოვის მექანიზმის დასკვნითი დოკუმენტები თურქმენეთს გამოვრიცხავდი ამ მაგალითიდან, მაგრამ იუგოსლავიის და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტი გამხდარა შემდგომში სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოს ან სპეციალური ტრიბუნალის გამართვისა. თან ამ დღეში ემთხვა, რომ არა მოსკოვის მექანიზმის მიერ წარმოებული დოკუმენტიდან, მაგრამ ლუკაშენკოს რეჟიმის მიმართ დაიწყო ჰაგის სასამართლომ, ხომ? გამოძიება და ესეც ერთგვარად ეგზამპლებს როდესაც საუბრობთ, სადღაც მოჩანს ხო შემდგომში ერთ რომის სტატუტის წევრები აღარ არიან მიერთებული ბელარუსი და ეგეც მნიშვნელოვანი ნაწილი ალბათ რომ აუხსნათ, იმიტომ რომ ეს სატელიტები გამოუშვეს ქართულმა ოცნებამ მეორე დღესვე და გამოვიდეთო ყველაფრიდან. არაფრის წევრი აღარ ვიყოთ საერთოდ. მოსკოვის დოკუმენტის ასე ვთქვათ ოფიციალური გავლენა საქართველოზე გაგრძელდება მომავალში, იმის და მიუხედავად საქართველოს გამოვა თუ არა ეუთოდან ან რომის წესდებიდან, ანუ სისხლისამართლის საერთაშორისო სასამართლოდან. იმიტომ რომ რეპორტის თარიღი მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს იყო ამ სტატუტის წევრი და შესაბამისად მასზე ვრცელდებოდა ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც აიღო თავის თავზე. ეს ერთი საკითხი არის. მეორე საკითხი არის, მე უბრალოდ არ შემიძლია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თავის დროზე სტუდენტმა და ეხლა უკვე პრაქტიკულად 20 წელია ლექტორმა არ გამოვხატო აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი უმნიშვნელო გავლენების და დაბალი პროფესიული კომპეტენციის ადამიანები გამოდიან საჯაროდ და საუბრობენ ისეთ რეცეპტებზე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და ზოგადად განვითარებისთვის, რომელიც არის აბსოლუტურად დამღუპველი, უქადის ქვეყანას იზოლაციას, განვითარების შესაძლებლობის მოსპობას, ხო? და რატო? იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფოები წევრიანდებიან, იმიტომ რომ იქ გაწევრიანება უფრო მეცარგებელს აძლევთ, ვიდრე დამოუკიდებლობა. თორე დამოუკიდებლობა და განუსაზღვრელი სუვერენიტეტი ოდესღაც ისტორიულად, აი რა ვიცი, საუკუნეების წინ იყო ერთადერთი ღირებულება და განუსაზღვრელი
მრავალი სახელმწიფოებრიობის, მაგრამ მზარდმა ურთიერთდამოკიდებულებამ, გაფართოებულმა ეკონომიკურმა და სამართლებრივმა კავშირებმა და ზოგადად იმ უნივერსალურმა სტანდარტებმა, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით, განაპირობა ამ სახელმწიფოების გაერთიანება და გლობალური მართლობის განაწილება მიხედვით. აი, როცა კომპეტენციაზე ვსაუბრობთ, თვითონ ამ დოკუმენტშიც დიდი ნაწილი ეთმობა საქართველოს მთავრობის თუ სხვადასხვა სტრუქტურის მიერ წარდგენილ კონტრაარგუმენტებს და იქაც ძალიან კარგად ჩანს ხო მათი კომპეტენცია. არ ვიცი რა წაიკითხოს. ხო, მე ხანდახან მიკვირს, უბრალოდ კი არ მიკვირს, კითხვა მიჩნდება, ეს არაკომპეტენტურობის იმიჯი ინსტრუმენტია თუ რეალობის გამოძახილი არის. ხო, ხანდახან მგონია რომ უბრალოდ ინსტრუმენტია და შეურაცხყოფელი არის ასეთ შემთხვევაში ეს ელექტორატისთვის, იმიტომ რომ მე მგონი ხალხს კარგად ესმის, რისთვის სჭირდება საქართველოს ეუთოში წევრობა, რისთვის სჭირდება ICC-ში წევრობა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ბუნებრივი მტერი მეზობელი, რომელიც მიდის ყველანაირ სისასტიკეზე. უკრაინის მაგალითი არის კარგი მაგალითი იმისა, ბუჩა და ირპინი გავიხსენოთ, რომ არც გენოციდს კონვენციური ომის გარდა არც გენოციდს ერიდება კრემლი, თავის დროზე თავის ქვეყანაშიც იგივე გაუკეთებია ხო ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს. ამიტომ აუცილებელია საქართველოს იყოს ისეთი საერთაშორისო სამართლოს წევრი, რომელიც გამოიძიებს ასეთ საფრთხის დადგომის შემთხვევაში შედეგებს, ან პირიქით პრევენციული მექანიზმი არის, რომ ვინმე არ შეგვეხოს ხელაღებით და მარტივად. ჩვენი წევრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გათვლილია იმაზე, რომ არასდროს პირისპირ და უიარაღოთ და თავდაცვის გარეშე არ დავჩეთ რუსეთთან. მესმის, რომ ასეთ შემთხვევაში დეზინფორმაცია ამბობს, რომ აბა 2008 წელს ვინ რაში დაგვეხმარა, დიახ, დაგვეხმარა ძალიან დაგვეხმარა ის თუ როგორი ქვეყანა ვიყავით, როგორი მაღალი იყო საქართველოს რეფორმატორული იმიჯი, რომელი ორგანიზაციების წევრი ვიყავით და როგორი ორიენტაცია ჰქონდა, დაგვეხმარა იმაში, რომ არ გადაკლაპა რუსეთმა, გაჩერდა, არ შემოვიდა თბილისში და არ მოახდინა ის რისი სურვილიც ჰქონდა. რეჟიმის სრული მოცემულობები დაგვეხმარა, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ჯორჯ ბუშის მონაწილეობა და ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისტორიული ფაქტებია. ეს ოპტიკური ილუზია დგება, იმიტომ რომ როდესაც ხდება რაღაცის პრევენცია, იმას ვერ ხედავ. და დეზინფორმაციისთვის ადვილია, აბა საპირისპიროს თქმა, მაგრამ ნამდვილად ჩვენ დაგვეხმარა ის, რომ გქონდა პარტნიორული ფართო ქსელი. გვეხმარება ეს ბოლო 30 წელია იმაში, რომ ვითარდებით როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მათ შორის ვართ მიმზიდველი ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის. არა მხოლოდ ტურიზმის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობისთვის და სხვა სოციალური თუ მათ შორის კულტურული აქტივობისთვის. ეს არის თავისთავადი მიღწევა და ჩვენ ამ მიღწევის პერსპექტივას ვკარგავთ, ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ ის იმფენის რუსები საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ ისეთი ღვინის დასალევად, მაგალითად როგორიც ჰქონდა ვთქვათ 2004 წლამდე და მე როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა სრულიად უკანონოდ, მხოლოდ იმიტომ რომ დავესაჯეთ რაღაცისთვის, მორიგი ზუსტად სუვერენიტეტის შელახვის მორიგი ეტაპი იყო და საქართველოს დაიწყო ღვინის წარმოების განვითარება, მე ამ პროდუქტით რუსებიც მშვენივრად ტკბებიან, ხო? შესაბამისად იმის თქმა რომ არავინ არ დაგვეხმარა არის ძალიან დიდი ტყუილი და ამავდროულად საშიში სარისკო ჩვენ რო გქონდეს ქმედითი ეროვნული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა რომელიც ქართულმა ოცნებამ მთლიანად მოშალა საინფორმაციო სივრცეში ასეთი განცხადებები არც იტრიალებდა და ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა როგორი მოწყვლადი არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგი ჩვენი სუვერენიტეტის გარანტი იყო და არის დღემდე დასავლეთი და ესეც ისეთი მოცემულობა არის რეჟიმის ლიმიტებზეც რო ვისაუბრობთ ეხლა გასაგები რა არის მათი ამოცანა ხო დათრგუნვა ადამიანების სწორედ აქედან მომდინარეობს სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევაც ეს სამართლის სახელით უსამართლობის შემოთავაზება და ასე შემდეგ მათია დღეს ძალაუფლება მაინც აკონტროლებენ ისინი ეფექტურად ინსტიტუტებს მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა და ერთი ადამიანის გადმოსახედიდან ჯერჯერობით საერთაშორისო დონეზე ქართულ ოცნებას არ მიუღია ისეთი დარტყმა რომ მათი ძალაუფლება აქ შეყევება აი აქ რო ვისაუბროთ ამ ლიმიტებზე
და იმ მნიშვნელობაზე. ბრიტანული სანქციები, მოსკოვის მექანიზმი, ის შესაძლო მიმართულებები საერთაშორისო სასამართლოში, რაც შეიძლება ამუშავდეს. აი, ყულევის მაგალითიც იყო ძალიან კარგი მაგალითი, როცა პრაქტიკულად აღიარეს ის, რის გამოც სანქციები უნდა დაწესებოდა ყულევს და აი მოუწიათ ევროკავშირთან ასეთი პირობის აღება. აი ამ ლიმიტებზე რომ ვისაუბროთ და იმაზე რომ შესაძლოა ძალიან ნელია ეს პროცესი, რასაც ქართველი ხალხი ისურვებდა რომ ბევრად მალე აღსრულებულიყო, მაგრამ რატომ აქვთ მათ ლიმიტი მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება ხელში უჭირავთ. იობის წიგნში არის აქამდე მოხდე და არა გარდახდე. და მხოლოდ მოვიდნენ უკვე იმ ლიმიტის წერტილამდე. მგონი მოვიდნენ. აი რაღაცად გამოჩნდა რომ ყველაფერს აქვს ლიმიტი აშკარად. ხო, ზოგადად ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურები არიან, სანამ არ გამოეცლებათ სტაბილურობის საყრდენები და როგორც წესი ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა და ლეგიტიმაციის საერთაშორისო წყარო, ანუ აღიარება და შიდა ლეგიტიმაცია. პირველი ორი ქართული ოცნებისთვის დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს, თან თვალსაჩინო პრობლემას, ამას თვითონაც ვერ მალავენ და რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ჯერჯერობით გარკვეულწილად მაკროეკონომიკური მონაცემების თვალსაზრისით სტაბილურია, მათ შორის ვიცით რატომაც ხო, დიდი რაოდენობით ვიზიტორების შემოდინების გამო ერთის მხრივ, რაც უკავშირდება მათ შორის უკრაინაში ომს და მეორე მხრივ იმით, რომ ვართ პატარა ეკონომიკა და დიდად ჩვენზე საერთაშორისო ფლუქტუაციები ისეთ მასშტაბურ გავლენას არ ახდენს, როგორც სხვა ქვეყნებზე. თუმცა არის უზარმაზარი, კი, ხო, ხოსხებით რომ ვთქვათ ასე, თუმცა არის უზარმაზარი სამხარებლო ფასების ინფლაცია და ეს თითოეულ ადამიანზე ძალიან ცუდად აისახება და ეს სამხარებლო ფასების ინფლაცია და ზოგადად შიდა ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, რაც უფრო გამყარდება ავტორიტარიზმი. იმიტომ რომ ავტორიტარიზმი როგორც წესი, გარდა იმ სამი საყრდენისა, კიდევ დგას ვიწრო ელიტებზე და ეს ვიწრო ელიტების რაც უფრო დიდი დასაყრდენი გახდება ივანიშვილისთვის, მით უფრო მეტ ფავორიტიზმს მოითხოვენ, კიდევ უფრო გაფართოვდება ელიტური კორუფცია, რაც ფართოდ დააწვება საზოგადოებას და ამ პროცესში თუ გამყარდება მერე საერთაშორისო სანქციები, თუ კი არა ამ გზას ადგას ქართული ოცნება, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა პირველ რიგში გაუარესდება იმ მმართველი ელიტებისთვის, რომელთაც დგას რეჟიმი და ეს იქნება რეჟიმის რეალური დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ მათი ეს უწმინდური კავშირი დგას ეკონომიკურ სარგებელზე და თუ სანქციების შედეგად ამ ვიწრო ელიტებს უკვე აღარ ექნებათ ისეთი ფართო ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და სტაბილურობაზე, რითიც სარგებლობენ მერე შიდა ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობით, ეს უკვე გახდება წინაპირობა რეჟიმის დაღმასვლისა. კი ბატონო, ზოგადად რთულია რაღაც პოლიტიკაზე ვისაუბროთ ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ აი ამ იზოლაციის ფონზე პროპაგანდისტულად როგორც მინიმუმ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაც წინსვლა ქონდეთ ამერიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგების რა იგულისხმება ამაში კონკრეტულად არ ვიცი, თვითონ ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სურთ. აი ამ მიმართულებით, ამაზეც რომ ვისაუბროთ, რა ტიპის პერსპექტივა შეიძლება თეორიულად ქონდეთ ამ მიმართულებით? ხო, ზოგადად ცალკე საკითხი არის ქართული ოცნების დეზინფორმაცია და პროპაგანდა, არა მხოლოდ ამერიკის კონტექსტში, არამედ ზოგადად საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებთან მიმართებაში, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ყველაფერი კარგად არის იმ შვიდი, აი მაგალითად ეუთოს აი ამ მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტზე დღეს მთელი დღე ატრიალებენ ინფორმაციას იმაზე, რომ 24 ქვეყანამ დაუჭირა მხარი 40 და რაღაც 19-დან და აი უფრო მეტი არის, რომელსაც მხარი არ დაუჭირა სინამდვილეში. არა, სინამდვილეში ეუთოს მექანიზმის ამოქმედება სჭირდება მხოლოდ 10 ქვეყნის თანხმობა. ძალიან ბევრი მართლაც მეტი უპრეცედენტო არის ისედაც ეუთოს ინსტიტუციურ პრაქტიკაში და ასევე მეორე პროპაგანდის მეორე ხაზი იყო, რომ აი საფრანგეთი არ მიუერთდა. შესაძლოა საფრანგეთს აქვს მართლაც ფრთხილი პოლიტიკები, მაგრამ საფრანგეთმა როცა ნახა რეპორტი და აქ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სიმწვავე, საფრანგეთი
მიუერთდა ამ რეპორტის განაცხადს და ვაიმარის ქვეყნის განაცხადი და ახალ კანონთან დაკავშირებითაც განცხადება და უკვე ჩანიშნული არის უკვე ევროკავშირის ინსტიტუციებში, არა ეუთოში, არამედ ევროპულ საბჭოში, გერმანიის და საფრანგეთის მოხსენება საგარეო ურთიერთობათა, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში საქართველოზე, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ის პუნქტები, რომელიც გადმოცემული არის მოსკოვის მექანიზმში, იქნება განხილული და ეს არის ძალიან თვალსაჩინო ასე ვთქვათ, საბუთი იმისა, როგორ დაეხმარა საქართველოს მოსკოვის მექანიზმი, რომ გაარღვიოს დღის წესრიგი და ამოყოს თავი დღის წესრიგის სათავეში. პირველ საკითხად არის ჩანიშნული გაიგეს. საათიანი ტყუილები აქვს რაღაც მართლა ეს ვაიმარის განცხადება, მე მგონი ქარდისადებიდან რაღაც დაახლოებით ერთ-ერთში და დარჩენილია რომ აი ამერიკა არ მიუერთდა. უნდა აღინიშნოს რომ 24 ქვეყანა სრულად საკმარისია, ამ 24 ქვეყანასთან ამერიკას აქვს მჭიდრო ურთიერთობები, რაც ეუთოს ენაზე ნიშნავს, რომ რახან ეს დღის წესრიგი ეუთოს ფარგლებში დაიძრა და ამერიკამ ხელი არ შეუშალა. ის ამ პროცესს ეთანხმება, უბრალოდ არ აქვს სურვილი, რომ აქტიური როლი აიღოს და ეს არ არის უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ ზოგადად არსებულ ამერიკულ პოლიტიკასთან კავშირში, რომელიც ხელს კიდებს, ასე ვთქვათ, ისეთ საჩერსო საკითხებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია უშუალოდ ამერიკულ დღის წესრიგთან. ევროპასთან დაკავშირებით ისინი მათი მიდგომა, რომ პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებთან დიდი ბრიტანეთია აქ ძალიან აქტიური ეს არ დაგვავიწყდეს. ინიციატორია პრაქტიკულად. შესაბამისად, მოსკოვის მექანიზმი არ არის ამერიკული მონაწილეობის გარეშე, ის არის მათი თანხმობით. სხვანაირად, ეუთოში დიპლომატია ასე მუშაობს. თუ საკითხი არ არის პოპულარული ძლიერი ქვეყნებისთვის, ის საკითხი სიცოცხლისუნარიანი არ არის ხოლმე. იმ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება შეიძლება დამხმარიყო 1 წლის წინ, წელიწად ნახევარის წინ, დიპლომატიას სამუშაოდ და ძალების მოსაკრებად და კულმინაციისთვის დასჭირდა ეს 2 წელიწადი, მაგრამ ეს მოხდა და ეს ნიშნავს, რომ ამაში ამერიკის წვლილი და ამერიკის მწვანე შუქი არსებობს. რაც შეეხება მომავალში ურთიერთობების განვითარებას, არ ვიცი პროპაგანდა რას ეფუძნება, მაგრამ ის, რომ თუნდაც ავტოკრატიებს და დიქტატორულ რეჟიმებს აქვთ ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკასთან, ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საკმარისი მიზანი არ ყოფილა და ვერასდროს ვერ იქნება. ჩვენ გვინდა ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის მართლობის განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების მოზიდვის იქნება, ხალხთა შორის კონტაქტების განვითარების თუ ტექნოლოგიის ტრანსფერის თვალსაზრისით. ირანული გავლენების შესახებ თელი ეს ეპოპეა შეგვიძლია აბსოლუტურად ცალკე საკითხია. ანუ მე იმას ვამბობ, რომ შესაძლოა პოტენციურად იყოს რაღაცა კავშირი ერთჯერადი საჭიროებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღდგება სულფასოვნად ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოს ჰქონდა და რომელიც ოცნებამ თავისი საქმიანობით დაგვაკარგინა მათ შორის ამერიკასთან ურთიერთობაში. ამიტომ პროპაგანდას როგორც წესი მოკლე ფეხები აქვს ხოლმე ციფრულ ეპოქაში, იმიტომ რომ ადვილად შეიძლება ყველაფრის გადამოწმება. აი დიდ ბრიტანეთში კიდევ მიდის პროცესები, როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში განცხადებებიდან იკვეთება, რომ არც იქ დამთავრებულა პროცესი გარდა იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენ ხედავთ, რომ მართალია ნელა, მაგრამ ასევე საქართველოს საკითხი კვლავ საკმაოდ მაღლა რჩება. ერთი კითხვის დრო გვაქვს, გონი გვაქვს ხო? ირანთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, დიდი ამბები ხდება ჩვენ ახლოს სამხრეთში და შესაბამისად, რომ ვთქვათ, ჩვენი პოზიციონირება როგორია ახლა. საქართველოს პოზიციონირება განცხადებები ნახეთ. ოფიციალური პოზიციონირების რაღაც მცდელობა იყო ეს, სადაც ერთი წინადადებას არ იყო აღნიშნული, რომ საქართველოს მართულ რეჟიმს ესმის ამერიკის ინტერესი იბრძოლოს ტერორიზმის მთავარი სპონსორის წინააღმდეგ. ან თუნდაც ამ სახელდების გარეშე. გასაგებია ჩვენთვის ამერიკის ამოცანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ხარ სად არის საქართველოს პოზიციონირება, როგორ გამოიყურება ეს? სად ვართ? პლატფორმულად. გამიკვირდებოდა რომ კონდეს უფრო ჯანსაღი პოზიცია, თუმცა ეს არის მორიგი გაშვებული შესაძლებლობა. პრაატროფირებული არის პრაქტიკულად საქართველოს საგარეო დღის წესრიგი, არ გვაქვს აქტიური მიზნები, არ გვაქვს აქტიური ქმედებები ამ მიზნების რეალიზაციისთვის, ან პრაქტიკულად ერთ ადამიანს დაბლოკილი აქვს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. შესაბამისად, ის რომ არა ვართ ასე ვთქვათ თანხმედრაში ჩვენს უმთავრეს პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს მე მგონი გასაკვირი არ არის და ეს მართლაც ასე არის. ჩვენ არა ვართ იმ სულისკვეთების მატარებელი, რომელსაც უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ვინარჩუნებდეთ იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ამერიკასთან გვქონდა.
და პირიქით გვაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც სამძიმარი რეჟიმისადმი და რაღაც ერთგვარი ზომიერებისკენ მოწოდება, რომელიც არც ჩვენი პარტნიორებისთვის არის სასიამოვნოდ მოსასმენი და არც მათ შორის ირანისთვის. ანუ სრულად არაეფექტური სუსტი ჟესტები უსწრებდა სამძიმარს კიდე რა უჭერს. ანუ ჟესტები უსწრებდა და მნიშვნელოვანი, რასაც ცალკე ისრაელიც გამოეხმაურა, ხო? ისრაელს ელჩისაც მოუწია, ამას ელჩოსაც მოუწია ამაზე გამოხმაურება და სხვა შორის მანდ არის ყველაზე რთული ვითარება. როგორ უნდა დაალაგდეს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ კი ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხში სხვა მხარეს არის ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. თითქოს შეუძლებელს ხდის ან თავის შინაარსით. შეიძლება ასე შევხედოთ, ზოგადად ამერიკას თუ გაუჩნდა რაღაც პრაგმატული ინტერესი, შეიძლება ერთჯერადად ამის მიუხედავად დაუკავშირდეს, იმიტომ რომ საქართველოს პოზიცია იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ გადაწონის მის ერთჯერად ინტერესს, მაგრამ მე ზუსტად ამას ვამბობ, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. ეს შეიძლება იყოს, რაც მხოლოდ ამერიკას სჭირდება, მაგრამ ჩვენ ხომ გვჭირდება, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივად სასარგებლო იყოს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საგარეო დღის წესრიგს მართავდნენ პროფესიონალები ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მართვა იყოს დემოკრატიული, პლურალისტული და არა ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების, არამედ სახალხო ინტერესების მატარებელი. დიდი მადლობა. ეკას ეკაკობია იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.